ქცევა არ არის პრობლემა, ქცევა არის სისტემის პასუხი. თავისთავად რაღაცას ვერ ვაკეთებ, ხა წეგან კაი მაგალითი იყო რა, რომ ვიხილავდით. ამის უკან შეიძლება ძალიან ბევრი რამე იდგეს, მთელი სისტემა იდგეს და მთელი ის გარემო იდგეს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და რა ვიცი, ვაგრძელებთ ცხოვრებას. მაგალითად, აი ძალიან ელემენტარულიდან დაწყებული, ვთქვათ, ვერ ვწყვიტავ რაღაცას, სადღაც ჩაბარებას, თუ აბიტურიენტი ვარ პირობითად, ხო? ის რომ ვერ ვწყვიტავ და ის რომ ვერ გადავდგი ნაბიჯი და ვერ გადავახტი მშობლების მოთხოვნას პირობითად, შეიძლება ამის უკან საერთოდ სხვა რამე იდგეს, მთელი სისტემა იყოს ისე აწყობილი, რომ სანამ მშობელი ნებას არ მოგცემს რაღაცის და სანამ სისტემა არ გაგიშვებს, შენ ამას ვერ აკეთებ. უნარისგა ყველაფერი, მაგრამ ქცევა ვერ იცვლება, იმიტომ რომ გარემო ამის საშუალებას არ იძლევა. ეს ქვედა მხარე, ხო? ამიტომ ჩვენი ქცევები ხშირად არის აი იმ სისტემის პასუხი, რა სისტემაშიც ვიზრდებით, ცხოვრობთ, ვიზრდებით, მითითებებს გვაძლევენ, ნებართვებს გვაძლევენ, აკრძალვებს გვაძლევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკეთ არასდროს შეცვალო ქცევაო, სანამ არ გაიგებ მის ფუნქციას. რისთვის არის ეს ქცევა, სანამ არ გაირკვევა, მის შეცვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ერთ ქცევას მოხსნი, სხვა რამეს გაუჩენ. მაგალითად, აი ძალიან ხშირია ხოლმე შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ დამოკიდებულებებზე როცა მუშაობენ ხოლმე ფსიქოლოგები, ყველა მითის ეგ რომ შეიძლება ერთ ადგილას მოხსნა და სხვა ადგილას სხვა დამოკიდებულებები გაჩნდეს, იქ მოხსნი, კიდე სხვაგან გაჩნდება და ესე დავსდებთ ხოლმე რა. მაგრამ უჩვეულებრივ ყოფით სიტუაციებშიც ყველა ესეთი ჩვენი გადაწყვეტილების და ქცევის მიღმა დგას იმ სისტემის დამოკიდებულებას, სადაც ჩვენ გავიზარდეთ თავისი ნებართვებით და აკრძალვებით.